საქართველოს დღეს 24 თებერვალია უყურებთ კურიერს 9 საათზე. 1 მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად გიდება და ტაქსის მძღოლებად მუშაობა აღარ შეეძლებათ. აკრძალვა მუდმივი ბინადრობის არ მქონე უცხოელებს შეეხებათ. თვითდასაქმებული უცხოელებისთვის კი წესები 1 მაისიდან ამოქმედდება. კანონის დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობა როგორც დამსაქმებელს, ისე დასაქმებულს დაეკისრება. ცვლილებები შეეხება იმ უცხოელებსაც, ვისაც კანონით შრომითი საქმიანობის უფლება მიეცემათ, მათთვის მუშაობის ნებართვის აღება ფასიანი იქნება. იმ სამუშაო ადგილებზე, სადაც მუშაობა ოფიციალურად აეკრძალებათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, საქართველოში ჭარბი კონკურენციაა. პრემიერის ინიციატივა კი საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვას ემსახურება. მეტი შესაძლებლობა გახდება ქართველთა დასაქმებისთვის ხელმისაწვდომი შესაბამისად ის რომ სახელმწიფო სტანდარტებს ნერგავს შრომითი ვალდებულებების მიმართულებით და შრომითი საკითხების მიმართულებით, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ გადაწყვეტილებაში გათვალისწინებული არის ჩვენი მოქალაქეების ინტერესი, თუმცა ეს ძალიან დაგვიანებული გადაწყვეტილება. იმ სფეროებში, სადაც შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეები დასაქმდნენ, უნებრივია რომ ეს სფეროები არ უნდა იყოს გაჯერებული იმ მიგრანტებით, უცხოელებით, ვისაც მუდმივი ბინადრობის ადგილი არ გააჩნიათ და ამ მხრივ სახელმწიფო შესაბამის ახალისებას ახდენს ადგილობრივი დასაქმებული პირებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ სწორედ მათი მეშვეობით მოხდეს ამ სფეროების გაჯერება დასაქმების თვალსაზრისით. არის რაღაც გარკვეული სფეროები, სადაც არ ყოფნის ადგილობრივი შესაბამისი ძალა იმისთვის, რომ თავი გაართვას ამოცანებს და გამოწვევებს, აქ ბუნებრივია სახელმწიფო შესაბამისად პირიქით უფნის შესაძლებლობას. შრომითი მიგრაციის კანონში ცვლილებებზე დამატებით განმარტებებს აკეთებენ შესაბამის სტრუქტურებში. ჯანდაცვის სამინისტროსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლების მხრიდან ხაზგასმით ითქვა, რომ მნიშვნელოვანია ბაზრის ტენდენციების შესწავლა და ინფორმაციის მიღება დეფიციტური პროფესიების შესახებ. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო დეტალურად განმარტავს უცხოელების დასაქმებასთან დაკავშირებულ საკითხებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოაწერა ხელი შესაბამის დადგენილებას, რითიც დაწესდა განსხვავებული თამაშის წესები იმასთან შედარებით, რაც აქამდე იყო ამ სფეროში. ჩვენ ვფიქრობთ, ეს გადამწყვეტი მნიშვნელობის ნაბიჯი იყო გადადგმული როგორც პარლამენტში, ისე მთავრობაში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ტენდენციები შრომის ბაზრის, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინსად რას აკეთებს საქართველოში, რა პროფესიები არის დეფიციტური, სად გვჭირდება ხალხი, მათ შორის რა თქმა უნდა უცხოელებიც. კანონი ითვალისწინებს ორ განსხვავებულ გარდამავალ პერიოდს. პირველი ის უცხოელები, რომლებიც საქართველოში რეგისტრირებულები არიან შრომითი მიგრაციის ელექტრონულ სისტემაში და 1 მარტის მდგომარეობით კვლავ ექნებათ აქტიური სტატუსი, ისინი შეძლებენ ამ სტატუსის ამოწურვამდე გააგრძელონ საქართველოში მუშაობა სპეციალურ ნებართვის გარეშე. მეორე გარდამავალი პერიოდი, რომელსაც კანონმდებლობა ითვალისწინებს, ეს არის 1 მაისამდე, მიმდინარე წლის 1 მაისამდე პერიოდი, რომელიც შეეხება საქართველოში იმ თვითდასაქმებულ უცხოელებს, რომლებიც საქართველოში რაიმე ფორმის შრომით სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებენ. შესაბამისად, მათ მიუხედავად იმისა, რომ შრომით საქმიანობის უფლების მოპოვების ვალდებულება 1 მარტიდან უჩნდებათ, მათთან მიმართებაში იმოქმედებს ორთვიანი გარდამავალი პერიოდი. მორიგის საჯარო დებატები გაიმართა რუსთავიორის პირდაპირ ეთერში სოციალური დახმარების პოლიტიკა და სიღარიბის შემცირება. ეს იყო ის ძირითადი თემები, რაზეც დისკუსიის მონაწილეებმა ისაუბრეს. დებატებში მონაწილეობა მიიღეს ჯანდაცვის მინისტრმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებმა, არასაპარლამენტო ოპოზიციამ და ჯანდაცვის სპეციალისტებმა. შეგახსენებთ, მათ გამოსავლენად, ვისაც რეალურად სჭირდება სახელმწიფოს დახმარება, ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზის გადამოწმებას იწყებს. ტერმინოლოგია რო 4 წლის განმავლობაში მილიონობით ლარი გაიცა ამ პროგრამით და გაიცა არამიზნობრივად, ხო, ეს უნდა ვადასტუროთ. კარგია, ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, მაგრამ ჩვენ ამას ვეძახდით არამიზნობრივ ხარჯვას. ალბათ ფინანსთა სამინისტროს ესე შეაფასებდა, თუ აკონტროლებს და თუ უნდათ ამ წესრიგის დაცვა. ვინ არის დამნაშავე ამაში?
როგორც წესი დამნაშავე არის ხოლმე სოციალური აგენტიდან დაწყებული ყველა ის, ვისაც კონტროლი ევალება. პრაქტიკულად რაც იკვეთება, ეს არის, რომ ყველა ეთანხმება იმას, რომ კი სოციალურად სამართლიანი უნდა იყოს ბაზა და ეს არის სწორი გადაწყვეტილება, რაზეც ვსაუბრობთ. ამას ჭირდებოდა, რა თქმა უნდა, პოლიტიკური გამბედაობაც და პოლიტიკური ნებაც, რომ ის რაც სწორია, ის გადაწყვეტილიყო და არ ყოფილიყავით მუდმივად მძევალი იმის, რომ პოლიტიკური სპეკულაციები მოყვებოდა ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, მაგალითად ინდივიდუალური რომელიმე ოჯახის შეფასებას. ამიტომ ეს არის საზოგადოებას ღიად უნდა უთხრა და არც არაფერი სათაკილო ამას ყველა ოპონენტმა უნდა აღიაროს. ეს არის, რა თქმა უნდა, სწორი გადაწყვეტილება. სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ სოციალური სამართლიანობა სად თუ არა ამ სფეროში უნდა იყოს პირველ რიგში დასული და ზუსტად ამ მიზნისთვის გვესაჭიროება ყველაფერი ეს. ყოველი არჩევნების წინ მატულობს ბენეფიციარების რაოდენობა. არჩევნების შემდეგ სულ იწყება მსგავსი საუბარი, რომ ბევრი ხალხია, მოდი უნდა გავფილტროთ. და ჩემი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ კი ეს პროგრამა ყველა დანარჩენ პროგრამა სოციალური ჯობია, მაგრამ ორივე ერთად აღებული უფრო დიდი პრობლემაა მთელი საზოგადოებისთვის, ვიდრე საერთოდ რო არ გამოგვერთმია ამდენი ხალხისთვის ამდენი ფული. როდესაც აქ ვინმე მოიხმობს რიცხვს, რომ თუ სიღარი ბეკლებულობს, მაშინ რატო იზრდება სოცდაუცველების ბაზა? ზუსტად ამიტომ. ესე იგი ახსნა იყო, რომ პრობლემა იყო ადმინისტრირებისა, მათ შორის თავის დროზე მორატორიუმის მიღებით, ბევრი სხვა ფაქტორით. ფაქტია ისე მოხდა, რომ ესე დაღმავალი რუდი არა ისახა ამ მიმართულებით. ბევრი ითქვა, რომ თითქოს პოლიტიკური მიზნით რაღაც არჩევნების წინ მატულობს და ასე შემდეგ. რა არის იცით, აი თუ კი კვალიფიციურად შევხედავთ უბრალოდ რიცხვებს. ფაქტია, თუ კი გავითვალისწინებთ რა რაოდენობით ზრდაზეა, რამდენი ოჯახით გაიზარდა, მაგალითად, ბოლო 5 წლის განმავლობაში ოჯახების რაოდენობა. მიხვდებით, რომ ამას არჩევნებისთვის რაღაცა დიადი მიზნებისთვის არავითარი კავშირი ამასთან არ აქვს. და ეს არის უბრალოდ მტკნარი ტყუილი, ან ყალბი ეპატაჟურობა. მინდა მოვიხმო ის სტატისტიკა, რომელიც ხელისუფლების ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე მოწინააღმდეგე ძალა პატრიოტიკურმა საბჭომ გამოაქვეყნა. კვლევა როცა ეს ამ ორგანიზაციის მესვეურები ჩვენ ხელისუფლებას თავს ესხვის, გვესხვის თავს უსამართლოდ წილისწამული კამპანიებით, მაგრამ როცა კვლევა დადეს და კეთილდღეობის ინდექსი გამოიანგარიშეს, ისინი ყოველწლიურად ახორციელებენ ამას. საქართველოს შევიდა მათი კვლევის მიხედვით 50 საუკეთესო ქვეყანას შორის. 2012 წლის შემდგომ რომელ ადგილზეა კეთილდღეობის გაუმჯობესებით საქართველოს მათი შეფასებით? პირველ ადგილზე. როცა შენი ყველაზე დაუძინებელი მოწინააღმდეგე, რომელიც მთელი წლისწამული კამპანიით შენ წინააღმდეგი იბრძვის, როცა კვლევა ჩაატარებს, გაჩვენებს, რომ საქართველოს არის პირველ ადგილზე ამ ხელისუფლების პირობებში მსოფლიოში კეთილდღეობის დონის გაუმჯობესებით, ეს ბუნებრივია მეტყველებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორად ვითარდება. რაც ცვლილებები იგეგმება საარჩევნო კოდექსში, პარლამენტში წარდგენილი ინიციატივა საერთაშორისო დამკვირვებლებს და მათ თანამხლებ თარჯიმნებს შეეხებათ. ცვლილებების მიხედვით საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე 18 წელს გადაცილებული პირი მიიღებს. განისაზღვრება მათი თანამხლები თარჯიმნის რეგისტრაციის წესით, ფოტო, ვიდეო და აუდიო ჩანაწერების უფლების მიღებას კი თავად CESCO განსაზღვრავს. ინიციატივა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ეკუთვნის, სრულად იზიარებენ ინიციატივას მმართველ გუნდში. ყველანაირად ხელშეუწყობთ იმას, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებმა პროფესიონალებმა იმუშაონ საქართველოში და პირუთვნელი დასკვნა წარმოადგინონ, ისევე როგორც ეუთომ წარმოადგინა ეს დასკვნა, რომელიც ესეთი გააფთრებული შეტევის ობიექტად იქცა. სამართლიანი არჩევნების ჩატარება ყველანაირ ექსტრემის მოუსპობს განვითარების პერსპექტივას. აი ამის შეში აქვთ ზოგიერთებს და ვფიქრობ საერთაშორისო დონეზე აი ამ საკითხის სათანადო შეფასება იქნება ძალიან პოზიტიური. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაკავებულ ლენტეხის ყოფილ მერს და კიდევ ორ პირს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. გეონიანთან ერთად დაკავებულები არიან არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები ნუგზარ ტვილდიანი და გიორგი გულბანი. პროკურატურის ინფორმაციით ონიანმა მერად არჩევის შემდეგ სასტუმროს აშენების მიზნით შეიძინა მიწის ნაკვეთი და დაუკვეთა მშენებლობის პროექტი, რომელიც ვერ პასუხობდა სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს. ონიანმა პროექტი მაინც წარადგინა ლენტეხის მერის არქიტექტურის სამსახურში, რომელსაც ნუგზარ ტვილდიანი ხელმძღვანელობდა და სამშენებლო ნებართვის გაცემა უკანონოდ მოითხოვა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა. მაკა ბოჭორიშვილმა და ალან ბერსემ საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობა და ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები განიხილეს. საქართველოს ნომერ პირველი დიპლომატი ჟენევაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს. მხარეებს შორის საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საჭიროებას. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 4 წელი გავიდა აგრესიამ 10,000-ობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა. მილიონობით ადამიანი დევნილად იქცა, ქვეყნის ნაწილი კი მიწასთან გაასწორა. 2022 წლის 24 თებერვალს კიევის დროით გამთენიისას 5 საათზე რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინაში ერთდროულად რამდენიმე მიმართულებიდან შეიჭრნენ. რუსეთის პრეზიდენტმა ომს სპეციალური სამხედრო ოპერაცია უწოდა და მიზნად უკრაინის ეგრეთ წოდებული დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია გამოაცხადა. გაეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის შეფასებით 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში 15,172 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 41,378 დაშავდა. დაღუპულებს შორის 766 ბავშვია. ომის შედეგების აღმოსაფხრელად და ქვეყნის აღსადგენად მომდევნო 10 წლის განმავლობაში ქვეყანას $587 მილიარდზე მეტი დასჭირდება. აღნიშნული მონაცემი უკრაინის მთავრობამ, მსოფლიო ბანკმა, ევროკომისიამ და გაერომ ერთობლივად წარადგინეს. უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავისთვის ევროკავშირმა ვერ შეძლო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოცე პაკეტზე შეთანხმება. შესაბამისად, ბლოკის ლიდერები, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა კიევში ვიზიტისას სანქციების გამკაცრების შესახებ ვერ ისაუბრებენ. დღეს 4 წელი შესრულდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან. ამ ომმა თავისი ხანგრძლივობით უკვე გადაასწრო დიდ სამამულო ომს, ხოლო გრევითა და ადამიანური ტკივილით არაფრით განსხვავდება მისგან. უკრაინის ომის დაწყების 4 წლისთავ შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება. ფრონტის ხაზი ისევ იქაა, სადაც 80 წლის წინ და საქართველოს ისევ განიცდის მის სიმძიმეს, როგორც მაშინ, გასული საუკუნის 40-იან წლებში. მართლაც როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დღეს ამბობს, ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ჩვენ დღესაც ვხედავთ ძალებს, რომელთაც ამ ომის გაგრძელება სჭირდებათ და აწყობთ. დიდი ძალების ინტერესთა დაპირისპირების დროსაც კი ყველაზე მძიმე ფასი ხდის ის ქვეყანა და ის ხალხი, რომლის მიწაც ბრძოლის ველად იქცევა. ეს ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს, მშვიდობამ უნდა დაისადგუროს, უკრაინის სახელმწიფო უნდა გადარჩეს. უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა აუცილებლად უნდა დაეფუძნოს სუვერენიტეტისა და ეროვნული თვითმყოფადობის პატივისცემის პრინციპს. საქართველოს ომის დაწყების პირველივე დღიდან ჰქონდა სწორედ ეს ხედვა და ეს სულისკვეთება. ჩვენ ურთულეს გარემოში ვატარებდით მშვიდობის პოლიტიკას, როდესაც ომის მოსურნეები გარედან წნეხით და შიგნიდან ციხის გატეხით ცდილობდნენ ომის ცეცხლის რკალში საქართველოს ჩაბმას, თუმცა ჩვენი ეროვნული ინტერესები მტკიცედ დავიცავით 4 წლის წინაც და მტკიცედ ვიცავთ დღესაც. დღეს, როდესაც ჩვენი რეგიონი კვლავ ახალი დაპირისპირების საფრთხის წინაშე დგას, საქართველოსთვის სიმტკიცე, ერთიანობა და სუვერენული არჩევანის დაცვა არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ისტორიული აუცილებლობაა. სამწუხაროდ ომი ისევ ახლოსაა და კვლავ ათასობით სიცოცხლეს დაღუპვით ემუქრება, ისევ ვერ ხერხდება მშვიდობის ფორმულის მოძებნა. ჩვენ ვლოცულობთ მშვიდობისთვის და უკრაინელი ხალხისთვის, ვუსურვებთ მათ გამძლეობას და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევას, წერს შალვა პაპუაშვილი. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. სხვა სიახლეებს შეგიძლია გაეცნოთ ჩვენს ვებგვერდზე. მე განახლებული ინფორმაციით დაგიბრუნდებით 10 საათზე.